მოგესალმებით, მეგახლავთ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოგიყვეთ ყველა ის ადამიანი, ვინც გასასწრებელს შინახავთ ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ პატიმრებს განსაკუთრებით და იმ ადამიანებს, ვინც არიან უცხოეთში, ჩვენი, რა ვიცი, ჩვენი გმირი ადამიანები, რომლებიც გადადეს თავი და რაღაცნაირად აი ოჯახის და საქართველოს გამო სხვაგან ხართ და ესე რაღაცნაირად საქართველოს არჩენთ და თქვენზე დგა საქართველოს დიდი მადლობა რომ ხართ, ვინც ხართ, აი ესე დასაფასებელი ყველა იმ ადამიანს ბედნიერებას და სიკეთეს გისურვოთ 1000 გაჭირებულია და დღეს მირეკავდნენ და მეუნებოდნენ რომ აი ზოგი ხეიბარია, ზოგი სახლში არის რაღაცა ვერ გამოდის და აი გადაცემებით ერთ-ერთი ჩვენთვის სასუნთქი აპარატივით არისო და მადლობა ამისათვის და თქვენც კითხულობთ დიდი სიყვარულით იცოდეთ ჩემთვის ხართ ძალიან ძვირფასები ის ადამიანები ვინც შეუძლოთ ხართ რა ვიცი ვინც ზოგი ეტლს არის მიჯაჭული და ასე შემდეგ რა ვიცი ბედნიერებას გისურვებ და დღეს მყავს გასახარით ჩემ და სტუმარი იმიტომ რომ ისედაც ყველას უყვარს ეს ადამიანი იმიტომ რომ ძალიან დიდი ღვაწლია ჩვენი ეკლესიის წინაშე მაგრამ მე მყავდა წარმოგიდგენთ 14 წლის წინ ეთერში თავიდან რომ დავიწყე მოღვაწეობა ერთ-ერთი მოძღვარი იყო რომელიც მობრძანდებოდა წარმოიდგინეთ ჩემთან და ჩვენ გადაცემებს ეხმარებოდა ფაქტობრივად ის მოძღვრები ვინც მოდიან ჩვენთან ყველა გვეხმარება ჩვენ რა იმ ყველაფერში რა მიმართულებაც გვაქვს და დიდი მადლობა მამაოს იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ყავს გადარჩენილი და ბევრ ქადაგებებს ეხა დევს სხვათა შორის მე დავინახე მამაო 14 წლის წინ უთხარი კიდევაც რა იმაში რომ ეს ქადაგებები დაგედო დღეს დევს ხოლმე მამაოს თავის გვერდიც აქვს შემდეგ იტყვის აუცილებლად და დაგლოცეთ მამაო დიდი მადლობა მობრძანებისათვის გიორგი დაგლოცოს ღმერთმა პირიქით დიდი მადლობა იმისათვის რომ მომიწვიეთ აქამდე ის მეუნებოდი მოდი მამაო და მეც რა თქმა უნდა რაღაც ბევრი მიზეზის გამო გავიზარდე უკვე და ახლა შეიძლება ალბათ უკვე 14 წელია მეუნე შეიძლება რომ გავაზიაროთ მე ერთმა ბერმა ასეთ რამე მითხრა რომ მამაო მე უთხარი აი რისი გაზიარება შეიძლება მეთქი რისი თქმა შეიძლება რისი სწავლება შეიძლება ხო ცოდვილები ვარ დაცემული ბუნება გვაქვს და რაღაცას ვერ ხვდებით აკეთილ და ბოროტი ვერ გაგვირჩევია შეიძლება ახ ადამიანი მოძღვარია იცის სწავლება იქ ყველაფერი მაგრამ პირადი ცხოვრების გარეშე ძალიან ძნელია და ესეთ რაღაცა მიპასუხა იცით რა არისო მამაო რომ რასაცო მოაგროვებო ანუ გამოცდილებას აი ღმერთიო ამის გაზიარებაზე გვაკურთხებს განაწილებაზე გვაკურთხებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი თუ რაღაცას შეიძენს, წლების განმავლობაში რაღაც გამოცდილებას დააგროვებს. აუცილებელია, რომ ეს ადამიანებს გაუზიაროს და სინამდვილეში მისი ცხოვრება გადაიქცევა მეორე ადამიანის დახმარებით. აი ასეთი ამიტომ პრინციპში მამო მაგისთვისაც გემართება ხო ის ტკივილის რაღაცა რომ აი შენგან ისწავლო სხვამ როგორ გაიზარდო და სხვათა შორის კარგია რა თუ სიმდაბლე შევხედავთ ყველაფერს რომ მე რო სწავლობ უკვე ადვილია უფრო გამოცდილ ადამიანისაგან რომ იღებ რჩევებს და მის რუკას რომ მიყვები რა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იცით რა არის აქ რომ ყველა ადამიანს ჩვენი ცხოვრება გვაქვს და ის რომ ადამიანს აქვს განსაცდელები ცხოვრებაში ეს იმისთვის ხდება რომ ადამიანმა შეიმეცნოს საკუთარ თავში რა ხდება გამოიცნოს საკუთარი თავი და ამ დაცემული მდგომარეობიდან რაღაცა არ შეუძლია ისე გააკეთოს როგორც სწორი არის ამის გაცნობიერებით და გადალახვით აი შემდეგ უკვე მოიპოვოს საკუთარ თავში ლმობიერება იცით რა არის გიორგი მობიერება არის მდგომარეობა როცა შენ ჭირგადატანილი ხარ და სხვას აი იგივენაირ მდგომარეობაში უთანაგრძნო და შენ უკვე გავლილი გაქვს ეს ყველაფერი იცი როგორი მტკივნეული შეიძლება იყოს ეს და აქედან გამომდინარე მე ადამიანებთან ახლოს ახარ და იცით როგორ არის თითქოს აი ეს გამოცდილება რომელსაც იღებ ამ განსაცდელის გადატანის დროს სიყვარულად გადაიქცევა და მეორე ადამიანს კი არ ბოროტები, არამედ უფრო მეტად სიყვარულია და აი სიყვარულს მე აძლევ ადამიანებს, ეფერები, ეს სიყვარულები და ასე რომ ვთქვათ გამოიყენებ საშენოდ და კარგად, ხო, იმ ტკივილს თუნდაც. როგორ არის იცით, ჩვენი ცხოვრება არის, მთელი ცხოვრება არის პროცესი იმისა თუ როგორ განვიხვდოთ ანუ ყველა ადამიანი მაგისტვის არის მოწოდებული, განიფრთხილოს ღმერთს დაემსგავსოს და რამდენადაც ადამიანი ცდილობს, რომ კონცენტრირება მოახდინოს თავის შიგნით და იპოვოს ღმერთი და ამ ღმერთს ესაუბროს. უფალი უნდა იპოვოს.
და აქედან გამომდინარე შემდეგ როდესაც აი იპოვის შემდეგ აი კი აღარ დაჭირდება დაუშვათ ასე რომ თქვა რომ მოდი აი მე ვიცი მე ეს დაუშვათ ესე გამოსtildeება მაგ არამედ თვითონ საქმეები მეტყველებს მე ადამიანს რომ სხვანაირად ვერც მოიქცევა ადამიანი როდესაც მიხვდება რომ კარგია თავმდაბლობა კარგია პატიება კარგია დათმობა კიდაც მართალი რო ხარ თავის დახრა იმიტომ რომ სიყვარული გამოძრავებს და სიყვარულია ყველაფერი ის ნუგეშინისცემაც რომელსაც აი ჩვენ საუბრობთ და ძირითადად ადამიანებს რა გვაკლია ხა ნუგეშინისცემა გვინდა ყველას იმიტომ რომ ნუგეშინისცემა არის მდგომარეობა როცა ადამიანს რაღაცა უჭირს და ამ გაჭირვებიდან გამომდინარე სხვა შეეწევა მე და რო შეეწევა აი რამდენად მნიშვნელოვანი ხა სახარებაში წყალზე წერია რომ ვინც წყალს მიაწოდებს ხო როგორ ამხელა მნიშვნელოვანია და წყალზე წერია მარტო რომ წყურვარშო წყალი მიაწოდე და შენ წარმოგიდგენიათ ახლა აი შენ ახსენე პატიმრები ადამიანები ვინც გინდათ საზღვარგარეთ არიან გინდათ ვინც ავათ არიან ზოგი საერთოდ ლოგინს არის მიჯაჭვული აი ახლა გავიხსენებ ასეთ რაღაცას რომ ძალიან შემძრა მდგომარეობა ჩვენი მრევლი იწვა პალიატიურ ცენტრში და შემძრა იმ მდგომარეობამ რომ როგორ უჭირთ იქ ადამიანებს აი ძალიან უჭირთ იმიტომ კი არა რომ ვიღაცა არ უვლის და რაღაცას არაძლევს ან არ აჭვეს ყველაფერს უვლიან ყველაფერი კარგად არის ხო მაგრამ მათ სჭირდება და აკლიათ ის სიყვარული რომელიც სოციალური გარემოში არის მათ ეს სოციალური გარემო აღარ აქვს აი თითქოს მარტო არიან და უყურებენ იმ ადამიანს ვის გარშემო წევენ და ურთულესი არის ჩემთვის ძალიან ურთულესი იყო ჩვენი მრევლი ქალბატონი ლამარა 91 წლის იყო საათაშორის და გარდაიცვალა ძალიან ისეთი ქალბატონი იყო 22 წელიწადი ჩემი მრევლი იყო და ხო ფაქტიურად ერთად გავიზარდეთ ასე რა თქვა და აი დედასავით იყო და ძალიან ძნელი არის და აი იქაც ყოველი მისვლა ჩემი მეუღლესთან ერთად დავდიოდით ხოლმე მივდიოდით რაღაცნაირად პატრონობდით და ყოველი მისვლა იყო დღესასწაული არა მარტო იმ ადამიანისთვის ვისთანაც მივდიოდი არამედ სულ ყველასთვის იქ ვინც იყო და პატარა ბავშვები ვითარებ მოხუცები არიან ძირითადად ზოგი ახალგაზრდა არის მაგრამ რაღაცა ისეთი ავადმყოფობა სჭირს რომელიც აი ძალიან ძნელია სამკურნალოდ და იქ მე ათავსებენ ხოლმე ადამიანებს და შესაძლებელია ჩვენ სახში ვართ კარგად ვართ არაფერი არ გვიჭირს ტელევიზორს უყურებთ ვერთობით ბავშვებს ვეთამაშებით მაგრამ აბა დაფიქრდით ერთი წამით აი როცა სანამ დაიძინებთ დაფიქრდით რომ სამავადმყოფოები პატარა ბავშვები დიდები მოხუცები ავი არა აქვს მნიშვნელობა ზოგიერთ ისე ძალიან უჭირს რომ შენი ერთი სიტყვა ერთი ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მათთვის აი ზოგადად სახელები ხარ ვეცოდინება სულელს მაგრამ აი მათთვის ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია ერთი სიტყვა უთხარ ღმერთო შეეწია ამადაა შეეწია პატარა ბავშვს შეეწია მოხუცებს შეეწია პატიმრებს შეეწია საზღვარგარეთ ყოფ ადამიანებს ცალკე თემა არის კიდე როცა საზღვარგარეთ არის ადამიანი როგორ უჭირს ახლა ამდენი ხნის განმავლობაში ხე ძალიან ბევრი პრაქტიკა რა გამოცდილება იქიდან რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა რომ აქვს ძალიან ძნელი არის მათთვის ყოველი დღე ასე რომ ვთქვით. ძალიან დიდი მადლობა და მამაო თქვენ მითხარით რომ პირადი გამოცდილებაო ძალიან გვეხმარებაო და მართლა ის არის ყველაზე მაგარი როცა შენი პირადი გამოცდილებით ხდები სხვისი მასწავლებელი. აი ძალიან მაგარია რომ აი მოსწავლე კი არ რჩები. რაღაცა ტკივილი გადაიტანე და სხვას მე ასწავლი რომ აი მე ეს მომივიდა და აი აქენა ჩვენც გამოხვალ და ასე შემდეგ და ჩვენ ერთად გამოვიდეთ. აი შემთხვევაში მამაო სხვისი ჭირის გამზიარებლები როგორ ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან უჭირს ადამიანს მატერიალურზე იმდენად აღარ არის პრობლემა, სულიერად დანგრეული არის დღეს ადამიანი და თუ შეიძლება მამაო აი მართლა ესეთ ადამიანს ალბათ არ ელოდებოდა არც ერთი ეპოქა, რომელიც დღეს მივიღეთ. ძალიან რთული ადამიანია დღეს რა. ხო, პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო ასეთ რაღაცა, რომ ჩვენ ყველა მთელი ცხოვრება მაინც მოსწავლეები ვართ. აი რაღაც კონკრეტული საქმეები კი არის. კი, გეტყვი ახლა ასეთ რაღაცას, რომ კი ასეთ რაღაცას გეტყვი, რომ ახლა პირველ წელს ახლა დედ ხო გამოვია რამდენი წლის სასულიერო პირი და ვიტყვი ესე ღიმილით მახსენდება ხოლმე რომ პირველ წელსო ხა ქადაგებდი თავისთავად ქადაგება ყველაფერი და ამდენი წლის განმავლობაში და მეგონა რომ რაღაცა ვიცოდი კაცო რომ ამბობდი მაშინ და რაღაცა ესე მერე წლების განმავლობაში ხვდებოდი რომ თურმე მაშინ არაფერი ვიცოდნია და
ახლა შეიძლება რაღაცა მგონია რომ ვიცი რაღაც გამოცდილება, მაგრამ სინამდვილეში აი მე წლები რო გამომივხვდები რომ ეს არ არის კიდევ ის რაც უნდა იყოს. ანუ რისი აღნიშნა მინდა იცი რომ ჩვენ მაინც მოსწავლეები ვართ. ამიტომ ადამიანი მუდმივად უნდა ფიქრობდეს რომ მუდმივად სასწავლი აქვს და სასწავლი ღმერთისკენ, ღმერთის შეცნობა, იმიტომ რომ ღმერთი დაულებელად შეიძლება შეიცნოს ადამიანმა და რა თქმა უნდა ეს ერთ ცხოვრება არ ყოფნის ჩვენ კარგი გაგებით არ ყოფნის და ყოველ წუთში რამდენ დროს ვკარგავთ. აი რამდენ დროს ვკარგავთ იმაში რომ ღმერთი არ ფიქრობთ, არ მიმართავთ უფალს, ანუ ეუბნებით რომ აი უფალო ეს როგორ არის, ეს რანაირად არის. ეს არის მოსწავლის პოზიცია, მუდმივად არის, ანუ შვილის პოზიცია მუდმივად არის, იმიტომ რომ ჩვენ ხო შვილები ვართ უფლის და შვილობაზე ვართ მოწოდებული, ხო, როგორ არის და აქედან გამომდინარე ეს ადამიანმა არ უნდა დაივიწყოს. იმიტომ რომ აი როგორ ჩანს იცი ჩვენ რომ საუბრობთ რომ თითქოს რაღაცა შევიძინეთ ახლა და რაღაცა შეიძლება რომ რაღაცა განსაკუთრებული უთხრათ ადამიანებს, მაგრამ განსაკუთრებული ალბათ არის ის პირადი ინდივიდუალური გამოცდილება, რომელსაც ადამიანი იღებს ოღონდაც მოღვაწეობასთან და შრომასთან ერთად, როცა მუდმივად ცდილობს. თუმცა წაქცევაც ის განსაცდელიც, როცა წაიქცევა, ისიც კი მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. მაგრამ აი მე კიდე გავიმეორებ ასე რაღაცას რომ თუ ადამიანს ნამდვილად განსაცდელის და გამოცდილებით მივა ჭეშმარიტად ღმერთთან მისი საქმეები მასზე თვითონ ილაპარაკებს. მას შეიძლება სიტყვებით აღარ დაჭირდეს, რადგანაც საქმე მნიშვნელოვანია, მე ასე ვფიქრობ და ადამიანები აი სწორედ თქვი რომ ხა ძალიან ბევრს უჭირს და ის რაც თქვი რომ ასეთი ადამიანები რომ მივიღეთ რაღაცა განსხვავებული. ეს ახლა გამოწვეული არის იქიდანაც რომ ტექნოლოგიები განვითარდა, ადამიანი არის სოციალური არსება. სოციალური არსება რას ნიშნავს? იმას რომ ადამიანები ერთად უნდა იყვნენ, უნდა იურთიერთონ, უნდა ისაუბრონ, უნდა ითამაშონ, უნდა რაღაცა დასახონ მიზნები ააშენონ, გაამშვენონ, რა ვიცი და ჩვენთან დაგხომ ხო და რა თქმა უნდა ტექნოლოგიებმა რა გააკეთეს რომ ტექნოლოგიებში ცუდი არაფერი არ არის თუ ადამიანი სულიერი განვითარებისთვის გამოიყენებს და არა იმისათვის რომ უბრალოდ მოიწყოს კომფორტი სადაც მარტო კარგად იქნება. დღეს როგორ არის ყველა სათითაოდ უნდა ყოფნა რომ აი რაღაცა აი მე აიღებენ ტელეფონს და ზიან დაუშვათ და ეს უკვე დიდი პრობლემა არის და სადაც შორის შეხება მაქვს რასთან იცით აი პატარა ბავშვები როგორ ზიანდებიან ტელეფონში ყურებით და როგორ ექიმებთან მქონდა საუბარი მაგაზე რომ მოდიან ბავშვები და აქვს ჩამორჩენა რის გამო იმის გამო რომ ტელეფონი უფრო დიდხანს უჭირავთ ხელში ვიდრე ეს დასაშვებია ბავშვის ფსიქიკისათვის. იმიტომ რომ ბავშვი უნდა განვითარდეს გარემო სამყაროსთან ურთიერთობით. მან რაღაცებს უნდა შეეხოს, უნდა გააკეთოს ის კუბიკებს, უნდა დაშალოს კიდევაც ის მანქანა კიდევაც უნდა ააწყოს. ბავშვები რატო არის იმას რომ კარადას რომ გახსნიან, თევზებს რომ გამოალაგებენ ხო? აინტერესებს იმას, ან შიგნი რა არის, აინტერესებს და ეს არის ცოცხალი ურთიერთობა. ბევრმა საერთოდ სოფელი და არც იცის რა არის. იმიტომ რომ სოფელთან ურთიერთობა აი გამიგზელდა ცოტა გიორგი, მაგრამ აი მინდა რომ თქვა ასეთ რაღაცა რომ სოფელთან ურთიერთობა იცით რას ნიშნავს? აი 64-ში როცა ქმნის ღმერთი ადამიანს რას ეუნება, ანუ რას აკეთებს 64-ში? ღმერთის მიერ შექმნილი ხილული სამყაროს საშუალებით შეცნობით ადამიანს უნდა შეეცნო ღმერთი. და ყველა პატარა არსება, ანუ ადამიანი რომელიც იბადება და იზრდება, მას თუ არა აქვს ბუნებასთან კავშირი და მას არ ეხება ღმერთის შექმნილ აი ეს საოცარ სამყაროსთან. ხო. ისე სწორად ვერ განვითარდება. ვერანაირ შემთხვევაში. ამიტომ ახლა ის რომ ადამიანებს უჭირთ, იმიტომ რომ ჯერ მშობლებისთვისაც ძნელია, იმიტომ რომ ჩვენ ის თაობა ვართ რომლებსაც კიდევ ბებიები და ბაბუებმა მშობლებმა რაღაცები გვასწავლეს. და ასე თუ ისე რაიონში, სოფელში, ტყეში სამოგზაუროდ დავდიოდით და ვიცით ეს რაც არის. მაგრამ დღევანდელი ბავშვებისთვის თუ მშობლებმა არ გააკეთეს უფრო მეტი, არა ახლა კი ვაჭმევთ, ვასმევთ, კიდევაც ვასწავლით დაყავს ყველგან, მაგრამ ბავშვი ხეზე თუ არ ასულა, აბა ის რა ბავშვობაა, აბა მითხარია ერთ. როგორ არის ეგ?
და მამო მე გულისხმობდი კიდე რას იცით რომ აი ჩვენ რა უნდა ვასწავლოთ რა აი კონკრეტული მაგალითები ხო არის ხო აი ადამიანი რომელიც ხა სიტყვაზე საპატიმროშია ხო რომ გამოვა შეუძლია გასწავლოს იქ როგორ უნდა მოიქციან რამხელა ტკივილი ან რა უნდა გააკეთო რომ იქ არ მოხდე ამ შემდეგ ხა ბევრი ვისაც გარდაცვლილი ყავს იმას ასწავლის იქ მხდელი გასწავლის ეკლესიაში წესები რაღაცების ხო როგორ არის საჭირო სიტყვაზე ხა აღსარება რაღაც აი შემთხვევაში მამო რა გვაქვს ჩვენ ერთმანეთისათვის სამაგალითოდ დასარიგებელი იმიტომ რომ პრობლემა როგორია ეცე თქვენ რასაც ამობთ ეხა ეს ყველაფერი არის ეგოიზმი რა თქვენ რასაც ამობთ რომ ყველა ჩაიკეტა თავის ნაჭუჭში და არ აინტერესებს მე ხო თბილად ვიძინებ და რაში მაინტერესებს ხა ვიღაცა სადღაც ომში რო კვდება აი ეს არის ყველაზე ცუდი მომენტი მამაო რა და რაც დღეს რამაც აი მთელი მსოფლიო მოიცვა აი ამ შავმა ფონმა სიბოროტემ რა როგორ არ უნდა გადარდებდეს ეხა ვიღაცა სადღაც რო წყალი არა აქვს და ვიღაცა რო კვდება და შე რო უბრალოდ სიხარ დალხენილი როგორ არ უნდა გაგტკიოდეს ეს ან მაშინ ანუ წითელი პარასკევისთვის არის ან აღდგომარისთვის არის ან ისრისთვის არის ხო ეს ყველაფერი თუ შეიძლება მამო აი რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება რომ აი ამ ტელეფონიდან ამოვიდე და მოგხედოთ თქვენ მაგალითად ვიღაცამ გაიგოს რომ სიტყვაზე მასე გაჭირებულიც არსებობს იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გეფიცებთ ყველაფერს ზოგი მიმტკიცებს რომ რა გაჭირვებაა ბიჭო გადავსებულია ისო რა ქვია აი ეს ის წარმოიდგინეთ რა მამო ძალიან ბევრი გამოხედავენ რაღაცა და როგორ უნდა მივხვდეთ ამას მამაო რომ ადამიანს უჭირს ანუ რა არის საჭირო რომ გავაკეთოთ ხო კი აი ჩემი ყურადღება აი ჩემი მე რო გარდავიცვლები რომ ღმერთმა არ მითხრეს შე რა გააკეთე აი იმას შენს გვერდზე რო შიოდა ადამიანს შე რო ჩემი შვილი ხარ და გაგიშვი რა გააკეთე კი ბატონო ხა გიორგი რაშია საქმე მე გავიხსენებ ერთ მდგომარეობას აი ციხეში როცა დავდიოდი ხოლმე აი წინა მთავრობის დროს ციხე გაიხსნა იქ ლანის ციხე და ძირითადად კვირაში სამჯერ დავდიოდი ხოლმე ციხეში ხუმრობდნენ ხოლმე რომ ერთ ხელფასი არა გაქვთ რომ ჩვენი თანამშრომლები ხო სოციალურები მაშინოდენ ხოლმე ისინიც მე ჩვენი მრევლი გახდნენ და ანუ მე რა მინდა ვთქვა რომ კვირაში სასულიერო პირები ძალიან აი ხშირად დადიოდნენ ხოლმე და ქონდა საშუალება რომ წიგნები შეგვეტანა და გვესწავლებინა ახლა მე რატო ამბობ ამას აუკვირდი ერთი ადამიანი მახსენდება, რა თქმა უნდა სახელგვარი არ მახსოვს, მაგრამ ადამიანი რომელიც ცოტა სხვა სამყაროს წარმომადგენელი იყო, ასე ვთქვათ. და როდესაც დავჯექი და ვისაუბრეთ, აი ღმერთზე როცა ვისაუბრე და უთხარი რომ აი სწორი აზროვნება არის ეს. და ხა ჩემ და გასაკვირად ახლა მე არ ვიცოდი ახლა თლათ რომ ვინ იყო და როგორ იყო ეს ადამიანი, მე თვითონ ამიხსნა, მაგრამ ასეთ რაღაცა მითხრა რომ მამაო მე არ ვიცოდიო თუ შეიძლებოდაო ასე აზროვნებაო. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანებმა არ იციან, იცი, ანუ ეკლესიის წიაღში როცა არ არიან, როგორ სახარება არ წაუკითხა, წინა ცხოვრება არ წაუკითხე, არ იცის მართალი ადამიანი როგორ ცხოვრობს, არ იცის როგორი არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა სწორი. პირველ რიგში ალბათ სანამ ადამიანი საქმეების კეთებას დაიწყებს საჭიროა რომ ჩვენში ყოფი ადამიანი დაუდგეს მეორე ადამიანის გვერდით. სანამ შესაძლებელია ჩვენ ახლა მაღალ რაღაც სულიერ საკითხებზე ვისაუბრებთ. სულ ელემენტარული. აი მაგალითად გაჭირვებული ადამიანები ხო არის, ვისაც საჭმელი არ აქვს და რამდენია ხო კაცო სავსეა ასეთი ადამიანებით, აი ძალიან მეწყალება ფიქრობ ხოლმე რომ აი როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. ალბათ ეს ძალიან დიდი პრობლემაა, რომ ამას რაღაცა ალბათ ორგანიზება სჭირდება, საერთოდ რაღაცა არ კანონით სჭირდება ეს ყველაფერი, რომ რაღაცა დაალაგდეს, რაღაცა შემცირდეს, იმიტომ რომ ხო არ შეიძლება მე ვიცი ადამიანები, რომ ბავშვობიდან მათხოვრობდნენ და დღესაც 24 წლის მერეც ისევ მათხოვრობენ. ხო? ახლა და ადამიანებს ყოველთვის როცა ასეთ ადამიანები გამოჩნდებიან ხოლმე ახლა ჩვენთან ეკლესიაში და ისე და ძალიან უცხო ადამიანია, დავიჯენ ხოლმე და ველაპარაკები, რომ აბა მითხარი, აი რა გაწუხეს, ხო? კაი, ახლა მე რა უნდა მოგცე, ხო? 1 ლარი, 2 ლარი საჭმელი გამოგიტანო, ხო? ახლა ის რა დღეს არ გეყოფა, ხვალ აღარ გექნება, ხო? რა არის მნიშვნელოვანი, აი რა გაწუხებს, აი მოდი მითხარი. მე ვფიქრობ რომ ალბათ სასულიერო პირებს უფრო მეტად ახლა კი არავის არ ვასწავლი კაცო ხა მე ვამბობ რომ ალბათ ჯობია ასე მეთქი რომ უფრო მეტი კონტაქტია საჭირო ალბათ ასეთ ადამიანებთან ვისაც უჭირს არა აქვს მნიშვნელობა რა სახით არის ეს რა სოციალური ფენის წარმომადგენელია მოდი ასე ვთქვა და მით უმეტეს იმ გაჭირვებულ ადამიანებთან ვისაც შეიძლება სახლი და კარიც არ ქონდეს ახლა მახსენდება ერთი შემთხვევა
სამების ტაძარში კოლმეურნეობის მოედანზე რომ მოღვაწეობდი მსახურობდი 20 წლის 25 წლის ხვდელია ხო და იქ მახსენდება ასე რაღაც აი ერთი პატარა ადამიანი იყო ლილიპუტი არ იყო თლათ დაბალი იყო ახლა მე იმის თქმა მინდა რომ შეიძლება ყველა მიცოდეს ეს ვინ იყო იცით ზოოპარკში ცხოველებს ვინ საჭმევდა ეს ის ადამიანი იყო და სამსახურდა რომ გამოუშვეს ცოლშვილი ყავდა და დარჩა გარეთ არც სახლი არ ქონდა რაღაცა ბარაკებში ცხოვრობდნენ და ეს მოდიოდა სამის ტაძარში იჯდა იქ და მათხოვდა რომ რაღაცა ხო რა თქმა უნდა ხო და მე თვითონ მომიყვა თავის ისტორია რომ ასე დავრჩიოდა თავის ცოლშვილიც ჩვენთან დადიოდა და იმდენი შევძელი ტაძარში რომ ეს ადამიანი გახდა აღსარებელი და მაზიარებელი თავის შვილებთან და მეუღლესთან ერთად და ანუ და ისე გარდაიცვალა რომ ანუ ჩვენ გავუკეთ არაფერი არ ქონდა ხო იქ შევაგროვეთ მე ფულიც ყველაფერიც ისე იყო რომ ის დაგვეგზალა ეს ქირას და იმას ყველაფერს უხდით ქირას ხო იმდენად არა რამდენადაც ზოგადად ხა საჭმელი იქნება თუ რამე იქნება და ყველაფერს იმაში ანუ მე რისი თქმა მინდა ისი რომ და კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ როცა სტუდენტი ვიყავი ანუ იმას კი არ ვამბობ რომ მე რაღაცას ვაკეთებდი კაც მე იმას ვამბობ რომ საერთოდ ეკლესია რასაკეთებს ისიც ჩანს ამის მაგალითი რამდენად მნიშვნელოვანი არის მე ახლა სტუდენტი ვიყავი მაშინ სასულიერო პირი არ ვიყავი მაგრამ პუშკინის ბაღი როა გადასასვლელი ხო არის გადასასვლელი და მის გადასასვლელი და მაშინ მე ძალიან მიჭირდა ხოლმე და სახლიდან ხან ერთი ვაშლი მომქონდა ხან 20 თეთრი მეტი არ ქონდა ხოლმე გზის ფურო გადამეხადა მაშინ 5 შვილი მყავდა 4 შვილი მყავდა მე ხუთე მე შეგვეძინა და გვიჭირდა რომ ერთი საჭმელი გვეჭვია ბავშვებისთვის და არ დავეძებით არაფერს და ხო და რომ ჩამოვდიოდი იჯდა მოხუცი ქალბატონი აი ესეც სულფთად ჩაცმული ხმას არ იღებდა უბრალოდ იჯდა და მათხოვრობდა ხა რატო ვამბობ ხა მას მე მივდიოდა ყოველსა რაღაცა ჩემთვის გქონდა რაღაცა მაგრამ ფიქრობდი რომ უნდა მიმეცა იმიტომ რომ მოხუცი ადამიანი რომელსაც ფიქრობდი რომ არავინ არ ყავდა მე მართლაც აღმოჩნდა ასეთ რაღაცა რომ ერთ დღეს არაფერი არ მქონდა მისაცემ გზის ფულიც არ მქონდა სახში რა წასულიყავი და მივედი და ბოდიში მეუხადე მეუთხარი მაპატიეთ მეთქი რომ დღეს ვერ დაგეხმარებით მეთქი და არ დამავიწყდება ამ ადამიანის სიტყვა რომელსაც დაუკვირდი რისთვისაც ამას მეუყვებია და ასეთ რაღაცა მეთქა შვილო იცოდეო რომ შენ დახმარებაზე მეტათო შენი ყურადღება მსიამოვნებს მეო და მე მომიყვა რომ როგორ მარტო იყო იქვე ცხოვრობდა ძველ მერიასთან და სახლი ქონდა მარტო იყო და ამბობდა რომ მარტო დარჩა და მას ენატრებოდა სწორედაც ასეთი უბრალო ურთიერთობა ანუ ყურადღება ადამიანური ყურადღება ენატრებოდა მას კი აძლევდნენ ცოტას რაღაცა შეიძლება პენსიაც ქონდა რა თქმა უნდა იქნებოდა პენსიაც ყველაფერი მაგრამ ამით მე იმის თქმა მინდა რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანებს რამდენად ადამიანურად ყურადღებას ვაქცევთ არა აქვს მნიშვნელობა მიგიწვდება ხელი ქუჩაში ვიღაცასთან გაუღიმე შენ არიცი აი ქუჩაში ხშირად ჩვენ ტაძართან რომ გამოვივლენ ხოლმე ვიღაცა მოწყენილი რომ მოდის ხოლმე გავაჩერეთ რატო ხარ მოწყენილი რა გჭირს ვეუნებით აბა როგორ არის ვეხუტებით ვეუნებით რაღაცას უხსნით თავაზობთ იმას აბა დახმარება გინდა რა გჭირს და ძალიან ბევრი ადამიანი მე რა თქმა უნდა ეკლესიაში მოდის და ხვდება რომ ადამიანური ნუგეშინისცემა არის პირველი და ამის შემდეგ უკვე როცა ადამიანს რაღაცა ცოტა მაინც მოურჩება და ცოტა აზრზე მოვა ადამიანი, ანუ ადამიანურ სიყვარულს იგრძნოს, ადამიანურ სიყვარულიდან მერე ხედავს, რომ თურმე ეს ადამიანური სიყვარული ღმერთის გამოსწრილი ხელი იყო. და აი ეს არის სწორედაც მნიშვნელოვანი, რომ ადამიანმა შენ სიკეთეში დაინახოს ღმერთი. ძალიან დიდი მადლობა ესეთ ლამაზ საუბრისათვის და აი რა ბედნიერია ის ადამიანი რომელიც გაჩნდება და აი შენით რო შენ ღმერთს ადიდებენ იმ სახარებაში როა შენით იდიდებისო რა და აი რა მაგარი ის არის მომენტია მამაო რომ ადამიანს ამის საშუალება აქვს და როგორ ვერ იყენებს ზოგი მამაო და შეიძლება აი რაღაცა იმაში გაფლანგო ეს ძვირფასი დრო რომელთაც შენ შეიძლება ღმერთის წარმომადგენელი იყო ამ ქვეყნად წარმოვიდგინეთ ჩვენ ხო ელჩები ვართ იმ ქვეყნიდან გამოგზავნილი და როცა კაი ელჩი ხარ და ღმერთი შენით ამაყობს რა და შენით ვიღაცა კიდე ღმერთს ადიდებს რა მე არ ვიციო ვინ ხარო მაგრამ აი მაგარი ღმერთის წარმომადგენელი ხარო ეს წარმართი რო ეუნება ესეთი რაღაცა აი მამო ერთი პატარა მომენტი გამახსენა თუ შეიძლება მე კიდე გადავიდეთ ერთი მღვდელი ყვება რომ 5 დღეო ვესაუბრებოდიო ადამიანი იყო მოსაბრუნებელი მთელი სახარება წაუკითხეო რა ზეპირათო და მე მოვაბრუნეო ეს კაცი და ეს ამ საუბრის დროს ამასთან იყო სახში თავის საჭმეს აჭმევდა რა და
აი ხა ამ მომენტებში აი სახარება როცა გაგიკითხე რაღაც აი რა მოგაბრუნაო რა იმას გიქნაო და რა იყო გარდამტეხიო ხო რა იყო გარდამტეხიო და შენი პირადი საკვები რო დამithმეო აი ეს რომ მაგარი ქრისტიანი იყო აი თავის საკვები გამოვიღეო ჩემ ბოლოს წარმოიდგინე საქმე აკეთებს ყველა ხო სახარება იმანაძე პირად იცოდაო ანუ წარმართი იყო ანუ რაღაცებს ისა კითხულობდაო მაგრამ წარმოიდგინეთ მამაო რა როგორი ის არის რომ აი ამანუ საქციელმა მამაო აი საქმენა შენ მან გამოგაჩინოს თავი და რითაც დაიწყეთ მამაო და ხოდაშოს იმიტომ მიყვარს თქვენი საუბარი ესეთი ის მართლა კაია რომ ამდენი ხანი დაიკარგეთ მამაო ხო მოგვენატრა ძალიან თქვენი საუბარი და კიდე რას გვეტყვით მამაო აი ამ ხრივ რომ მამაო იცით აი ყველაზე მაგრა გული აზემწყდება იცით ჩვენ ვლაპარაკობთ ამდენ გაჭირებულ ადამიანებზე ხო ეს გაჭირებული ადამიანები ძალიანურად ჩვენ ერთმანეთზე ვართ ცეპივით გადაბმულები რა სადღაც ვიღაცამ ჩააგდო რახანც იქ ვიღაცას გაუჭირდა ხო ვიღაცამ სადღაც ტომარას მოუჭირა რომ ის ფული არ მიდის იქამდე ხო და გულდასაწყვეტია მამო აი ამდენი გაჭირებული ამდენი პრობლემა მამო როგორ შეიძლება ელემენტარული აი რა უნდა გვიჭირდეს განა 3 მილიონი ვართ რომ ელემენტარული უბრალოდ რომ ნაკვებმა დაიძინოს ადამიანმა და იმაზე არ იფიქროს რომ აი ბინის ქირა და ის უბედურება და ხვალე გამომასახლებენ და ქუჩაში აიდგეს აი ეკლესია იმიტომ მიყვარს და სულ ეკლესიის საქმე ყოველთვის ის არის რომ რამდენ გაჭირებულ ადამიანებს აი ბიუჯეტის იქით არჩენს მამო სახელმწიფო რო არჩენს იმაზე მეტ ადამიანს ეკლესია იტევს კიდე რომ აი ესე ფიზიკურად და იმათ ეხმარება მამო რამდენიც კიდე ათასობით ადამიანს და თუ შეიძლება მამო რომ აი თქვათ იმიტომ რომ აი ბევრ ადამიანს მამო აი რა არის იცით ვერ გააგებინებ იმას ჩვენ რასაც საუბრობთ მიხვდი იმიტომ რომ უცხოა მისთვის დიახ აი ცოტა სხვა ჭრილიდან თუ დავინახავთ, სხვა ჭრილიდან დავინახოთ. ხაი მაგალითად დავინახოთ იმ ჭრილიდან ვის ტაძარში არ დადის და შეიძლება წამდეს ወይ შეიძლება არ წამდეს. შეიძლება დადის ვიღაცა ტაძარში, მაგრამ არ ესმის მამაო რა. ჩემ მეგობარმა მითხრა ხა გავიგეო რომ პური როგორ გაძვირებულაო. ნუ არ იცის რა რომ პურის ფასი რა საერთოდ ვიღაცებს მიაქვთ ისე რომ პრობლემა არ აქვს. ხო ხდებით მამაო. ესეთი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი აქ ერთი რამეა რომ ჩვენი გადასახედიდან ვსჯით, რომ დაუშვათ ვიღაცა რატო არ აკეთებს ქველის საქმეებს. მაგრამ უყურეთ იმისათვის რომ ადამიანმა სიკეთე გააკეთოს და მეორე ადამიანს დაეხმაროს, ამას სჭირდება მადლისმიერი მდგომარეობა. და როცა ადამიანი არც საკუთარ თავს არ იცნობ, ანუ მოდი ასე ვთქვათ, ფასეულობები სხვა გაქვს. ამ ფასეულობიდან გამომდინარე შენ ალაგებ გარშემო ყველაფერს. თუ ფასეულობა ჩემთვის არის რომ გაჭირებულ ადამიანებს უნდა დავეხმარო და მოწყალება არის ნებისმიერი სახის მოწყალებაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა მე ვეცდები რომ ჩემი რესურსები მე რაც მაქვს ასე თუ ისე დავალაგო სწორად. იმიტომ რომ პასუხისმგებლობები ერთი არის რომ პასუხისმგებლობა მაგალითად ახლა ყველა ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა რომელიც სოციალური ფენის წარმომადგენელია ყველას აქვს პასუხისმგებლობა თავის ოჯახის თუ ოჯახი არ აქვს ვინც გარშემო ყავს ან სოციალურ გარემოში ყველა ჩვენ ქუჩაში გვაქვს პასუხისმგებლობა რომ იქ რაღაც არ უნდა დავაგდოთ არ უნდა გავაფუჭოთ რაღაც არ უნდა მოუვაროთ ჩვენია კაცო რა მნიშვნელობა კერძო სახლი რო გაქვს და ეზოსული რა მნიშვნელობა გარეთ რო გამოდიხარ ისიც ჩვენი არ არის კაცო საერთო მოხმარებისაა ეგოისტი კი არ უნდა იყოს რომ ჩემ სახლში რაღაცა იმას რა ხო და აქედან გამომდინარე თუ აი ერთ მდიდრის ამბავი მახსენდება ახლა მე მგონი შეიძლება გაგონილი გაქვს კიდევაც რომ ერთ ძალიან მდიდარი ადამიანია და ძალიან ბევრი ფული აქვს ასე რომ ვთქვათ და მოწყინდება რა ცხოვრება. მოწყინდება იმიტომ რომ ყველაფერი აქვს. აი რაც უნდა და აისრულა ყველაფერი და ყველაფერი რა უნდა აქნას ვეღარ გაიგო და უთხრეს რომ აიო რაღაც თუ გინდა ცხოვრების აზრი გაიგო ეგ რომ ერთ ბერი არისო არ ვიცი 10 თონზე იყო თუ რაღაცა ეს ზუსტად არ მახსოვს. ხო და მიდიო შეეკითხეო და იქნება რამე დაგარიგოსო და აი მივიდა და დიდარი ეუნება რომ აი რა ვქნაო მამაო რა ვიღონო იმისათვის რომ არაფერი მეხალისებაო ცხოვრებაო კაცო და აიო შვილო ერთ რამეს გეტყვიო მოდიო რა ქენიო იციო აი გაჭირებულებსო ხო გაქვს საშუალება გაჭირებულებსო მიდიო და დაეხმარეო კიო კაცო ვეხმარებიო ყველაფერს არაო ის კი არაო რომ სხვას მიცეო და გააგზავნო შენი მსახური აი შენო იყიდეო საჭუქრე მონაწილეობა მე წადიო ღარიბთა უბანშიო და შენი ხელით დაურიგეო და როდესაც მე ეს დიდარი ისე ბრუნდება და ეუბნება რომ ვიპოვე ცხოვრების აზრიო მივხვდიო ბედნიერება რაში მდგომარეობს ეს არის შენი გაწვდილი ხელით მეორე ადამიანის ნუგეშინისცემა ანუ დახმარება ანუ გახარება ელემენტარული რაღაცით აი ხა
თუ ადამიანი ეძებს იმას, რომ ცხოვრების აზრის იპოვოს, ჯერ აქედან არის, რომ რაღაცნაირად შენ გულში სითბო თუ არ შემოვიდა და რაღაცა აზრი თუ არ შემოვიდა, ვერაფერს ვერ განავითარებ. და ეს მადლისმიერად ხდება. ისიც რომ შენ მადლისმიერია, ისიც რომ შენ ვერ ხვდები რა გინდა, იმიტომ რომ მერთი ამით მიგანიშნებს, რომ ეძიე, დასვი შეკითხვები, ეძებე, აბა რა გინდა. ხშირად არის, აი გინდაც გაჭირებულ ადამიანებში, ვისაც პური უნდა მარტო, აი მოდიან ხოლმე, ვიც სასმელზე დამოკიდებულია მაგალითად და რაღაცა და სულ ვეუნები რომ კაცო, მე აი ღვინო მაგ, ღვინოს მეტი რა მაგ კაცო, აგერ აი შეხეთი ღვინო არის. მაგრამ მე მოგცემ ამ ღვინოს, მაგრამ ჩემი საქმე იმაში არ მდგომარეობს, რომ მე შენ ღვინო მოგცე, კაცო, თორე მოგცე, აი ღვინო პრობლემა არ არის. მოდი მითხარი რა გიჭირ შენ, აი რატო ხარ ამ მდგომარეობაში? მე შემიძლია გაცილებით მეტი დაგიკეთო. გაცილებით მეტი მოგცე, ვიდრე ეს ღვინო, ერთი ბოთლი ღვინო რომ შენ ეს დალიო. აი რა გინდა, მოდი, შენ მოდი ტაძარში და ჩვენ მოგეხმარებით ყველანაირად, რომ შენი გარემო შეიქმნა სწორად. რომ გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან, დიახ. და უყურეთ რა შეასაქმე. ეს ერთჯერადად კი არ არის საჭირო. როცა ადამიანი იცვლის გარემოს, არ სურვილი რო აქვს და გარემოს იცვლის, აი ეს გარემო განაპირობებს მერე შემდეგ ადამიანის ფეხზე წამოდგომას. ანუ ეკლესია არის გარემო, ასე ვთქვათ, ასე თუ გარემო, სადაც მადლი ტრიალებს და ეს მადლი გინდა თუ არა მოქმედებს. ერთ-ერთი მაგალითი კიდე შემიძლია მოვიყვანოთ ასეთი, როდესაც ბერია და ანუ მასწავლებელი და მოსწავლე არის და მოსწავლე ეუნება რომ აი მე ვცდილობ არაფერი არ გამოდის რომ სულ ეცემი მამაო აი მადლიო ვერ მოვიპოვე ვერაფერიო და რა გავაკეთო უჯავრობ ამას ყველაფერს კაი შვილო ვერ დავალებას მოგცემა მაშინ აიღეო აგერო დოქიო და წადიო წყაროზეო მოიტანე წყალიო აი მოიტანა წყალი ახლა გადმოაქციო წყალი ახლა წადი ისე მოიტანეო მე ისევ გადმოაქციო აი 3-ჯერ 4-ჯერ უთხრაზე ახლა დაიღალა მიდის მოდის და ცარიელ დოქი დადგი ახლა ეს დოქიო აი დადგა ამასა ვერ ხვდება ახლა რა შეუნება ახლა მოძღვარი და კაი ახლა მოდი გადმოაპირქვავეო და გადმოაპირქვავეს და გადმოვარდება რამოდენმე წვეთი და აი ხედავო მიუხედავად იმისა რომ შენ ეცემიო შიგნო მაინც რჩებაო და ის მადლი მოქმედებს სურნელი ხო რჩებაო აი საქმე ვერ შეიმაშავე ტანსაცმელზე ხო გედებაო აი ის სურნელი რჩება ანუ ეს მადლი რჩება შენ გინა თუ არ გინა ოღონდ მუდმივი აი წმინდა მამები აი რითი განსხვავდება გიორგი აი ერთხელ დავფიქრდეთ რაღაცაზე რომ კაი ხო ჩვენ ცხოვრობთ აი წმინდა მამებიც ცხოვრობდნენ აი მონასტერი არის დაუშვათ ზოგი ქალაქშია ზოგი განდეგილი ცხოვრებითაა ზოგი მონასტერშია საძმო დიდი საძმო წყავს აი რა განსხვავება არის ჩვენ ცხოვრებასა და მათ ცხოვრებას შორის მეთქი და აი ესეთი რაღაცა აღმოვაჩინე რომ ჩვენ ერში მყოფი ადამიანები სასულიერო პირების ერში ვართ და ის ადამიანებს ვემსახურებით რა თქმა უნდა და ერში მყოფი ადამიანები რას ვაკეთებთ იცით? მას რომ მოვიპოვებთ. მე დასვენება გვინდა. ახლა ეს გვაქვს ახლა და ცოტა ხანი დავიშვენოთ ახლა რაღაც დროს მარხვა რაღაც დროს ლოცვა რაღაც დროს քელი საქმეები ვისვენებთ ხოლმე. მე ბოროტი მოდის გეწინააღმდეგება. ჩვენ ერთი რამე გვავიწყდება რომ ბოროტი არსებობს. რომ შეიძლება ადამიანს უნდადეს სიკეთე, მაგრამ ხელი შემშლელი პირობა ბოროტი იმდენად აი ასე აწვება იქიდან თავისი ძალით, რომ ადამიანს აღარ ყოფნის სულიერი ძალები იმისათვის რომ სიკეთე აღარ სრულოს. კი ბატონო. ხო და აქედან გამომდინარე და აღმოვაჩინეს რაღაცა ხო რომ ჩვენ ვირევთ მადლს და ვხარჯავთ ვიქცევით მე ვიდივართ დგებით მე ისე ვიქცევით მე ვდგებით და წმინდა მამები ანუ ვინც ღმერთამდე გააღწია და წმინდა ანუ სათნო იყო უფალს ისინი ასე წვეთა არ აქვს მადლის მიღებაში მუდმივ მოღვაწეობაში ანუ ის კი არა რომ აი დავიშვენოთ ახლა მარხვა არ არის და მოდი ახლა ვიღრევოთ ან რაღაცა არა მუდმივად მოღვაწეობის მდგომარეობაში მაგრამ ჟულის ქვეშ ზომიერად როგორც შეეფარება ერში ისე ახლა ჩვენ ბერევს ვერ შევედრებით იმიტომ რომ იმათ სხვა მოღვაწეობა აქვს საშრომა აქვს სხვა გაქანება აქვს სულიერი ღვაწლი ხო რა თქმა უნდა და ჩვენ აქ ერში ცოტა სხვანაირად აგვაქვს და ამიტომ იმის მიხედვით რა გარემოშიც ვიმყოფებით ადამიანმა უნდა გააკეთოს მაქსიმალური დედა ხარ შვილი ხარ ბებია ხარ ბაბუა ხარ მამა ხარ მეგობარი ხარ თანამშრომელი ხარ მოძღვარი ხარ ვინც გინდა იყავე შენი საქმე აკეთე ისე რომ მუდმივად მადლის მოპოვებისკენ იყოს ანუ საქმეებისკენ, იმიტომ რომ შენი რწმენა ის არის, როცა საქმეებს აღასრულებ. ძალიან დიდი მადლობა, მამაო. სხვადასხვა მამაო, ეხლა თქვენ რასაც საუბრობთ, ხო? იმდენად მამაო ჩვენთვის როგორი არის იცით რომ მოთხოვნადი არის, რომ აი მართლა იმ წყალივით გჭირდება, იმიტომ რომ მართლა აი
არაფერი არ გაგვყვება აქ ის რის გამოც ეხა მე იმას ვჭამ ის იმას ჭამს ერთმანეთს რომ ესე დაუპირისპირდით ხო ჯერ აი წარმოიდგინეთ მაგ ცუდი პერიოდები ყოფილა საქართველოში ხო რაღაცა უბედურებები ისინი მაგრამ მადლი ქონდა ხალხს გადაქონდა ის ტკივილი იყო ის რაც იყო ეხა დღეს მამო აი ცუდი პერიოდი რო დგება უბრალოდ ფიზიკურად არ იციან რა ქნა და იმიტომ არის ამდენმა სუიციდმა იმატა მამო იმიტომ რომ გამოსავალი აღარ ჩანს მიხვდით მამაო ეგ არის ცუდი იმიტომ რომ მადლის გარეშე ხარ და ვერ ხედავ შენ აი იმ ყველაფერში ხსნას ვერ ხედავ მამაო იმ ტკივილში იმ ჯვარცმაში კი დღეს ძალიან ცუდი პერიოდი არის და მართლა სირთულეებია მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში მამაო ხო იყო 90-იანები ის იყო მაგრამ ხალხი მაინც მამაო წარმოიდგინეთ როგორი ის იყო ხო იმედიანი ხო აი თუ შეიძლება მამაო აი ეს იმედი როგორ მოვიპოვოთ იმისა რომ აი ჩვენ აქ არ მთავრდება რო ვიცოდეთ. დიახ, ჯერ მოდი რა შევეხოთ, ისი გიორგი, რა საკითხი შევეხოთ, რომ დაიკარგება რა ერში ფასეულობებზე ორიენტირი. ხო. განვითარებადი ადამიანი, რომელიც იზრდება თინაჯურ ასაკია თუ პატარა ბავშვია თუ მე რა იზრდება, მას დასაყრდენი სანამ ღმერთთან მოვა, ასე ვთქვა და გაცნობიერებლად, მოდი ასე ვთქვა, გაცნობიერებლად რომ შეიძლება ტაძარში დადიოდეს. Იმიტომ რომ ბევრი მაგალითი მახსოვს, რომ იცი რა ბავშვი დედას დავყავდი ტაძარში, ხა მე ჯერ არ ვიცი ღმერთთანო, როცა დამჭირდება მე მოვარო, ასეთი შემთხვევებიც მახსოვს. სამწუხაროა. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ ჩვენ ალბათ რაღაცას ვერ ვაკეთებთ, მშობლები ვერ ვაკეთებთ, ეკლესიაც ვერ ვაკეთებთ, ისე როგორც საჭირო არის, რომ ადამიანებს ცოტა სხვანაირად მიცეთ. და როცა იკარგება ეს ფასეულობები, რატო? უყურეთ, ადამიანი ხო მარტო სული არ არის, არც მარტო სხეულია და არც მარტო საფშინველია, სამის ერთობა არის. ამიტომ სხეულის ყველა ნაწილს, ანუ ადამიანის ყველა ნაწილს სჭირდება თავისი ჯული, თავისი წესჩვეულებები, ყველაფერი სჭირდება. ეთიკა, ზნეობა, რატო ეს ყველაფერი, რატო ტრადიციები, რატოა ხო რაზე ყველა ერთ თავის ტრადიცია ხო? გააჩინე საითკენ არის მიმართული. აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანს მოურღვევ ტრადიციას, მას ფსიქოლოგიურად დასაყრდენი აღარ აქვს, როდესაც რას იზამს, იცი სულიერი საზდო თუ გამოგეცლება სხვა რამეზე გაქვს დასაყრდენი. ზნე არ უნდა დაეცეს, აი ზნე დაცეს, აი ზუსტ სწორს. ყველაფერია, იმიტომ რომ სანამ სულიერთან მიხვალ, იქ ზნე წესჩვეულებები არის, ვითაც რეგულაციები. აი მაგალითად, ახლა დაუკვირდეთ რაღაცა. ვისაც, აი ჯერ პირველი რა არის ადამიანთან ურთიერთობა, ანუ ადამიანთან სულიერი მხარით, ჟულით საუბრობენ. თუ სულიერი ჟული არ ესმის ადამიანს, მერე გადის უკვე ზნეობის საქმე, ტრადიცია, ზნეობა. თუ ხედავთ, რომ ესეც არ ესმის ადამიანს, მერე რა ხდება? ამისათვის რეგულაცია არის კანონი. და კანონი არის საბოლოო რგოლი, როცა ადამიანს ურთიერთობის. ხო, იმიტომ რომ სხვანაირად წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ადამიანი არც ერთ ჯულში აღარ ეტევა, ანუ არც ერთ წესში აღარ ეტევა და იმისათვის რომ სოციალური გარემო იყოს ნორმალური, განვითარებისთვის ხელსაყრელი, ამისათვის საჭიროა რომ ის ადამიანები, რომელსაც თავშოთ რაღაცა ვერ შეძლეს, იმისთვის არსებობს შემდეგ კანონი. მაგრამ კანონებამდე სანამ მიხარ, შენ არ უნდა მოიპარო. შენ არ უნდა იქურდო, ნარკომანი არ უნდა იყოს. ესე რა გამოდის, რომ ცნება უნდა დაიცვა და თუ ცნებას დაიცვა, შენ კანონი თითქოს შორს არის. იხდი იმ ცნებას თუ დაიცავ, ის კანონი შენთვის თითქოს აღარ არსებობს. კარგი გაგებით, იმიტომ რომ შენ კანონზე მაღლა დგას უკვე ეს ყველაფერი და კანონზე მაღლა მდგომი ღმერთის მიერ მოცემული ცნებები და ნეტარებების შესრულება ვინ არიან წმინდანები არის ვინც ამას აკეთებენ ხო იმათვის კანონის თითქოს არც არსებობს იმიტომ რომ იმას ყველა კანონზე ზემოთ ხო ზემოთ დგას იმიტომ რომ სიყვარული ყველაზე კანონზე ზემოთ დგას და რაც შეეხება იმედს ახლა რომელიც თქვენ საიდან მოვიპოვოთ ეს იმედი ღმერთთან არის სასორო არ წავიკვეთოთ მამაო სასორო არ წავიკვეთოთ რა იმიტომ რომ ეს ყველაფერი ბოლოს დიახ სასწაკვეთა რა არის? ღვთის უიმედოდ რო ხარ, ღმერთი გიშვება. დიახ, სასწაკვეთა არის მდგომარეობა, როცა შენ თავში ვეღარ ხედავ ღმერთს. კი ბატონო. ანუ როცა ამას ვეღარ ხედავ, უიმედობა, ანუ იმედი ღმერთია. კი ბატონო. და აქედან გამომდინარე, მე რეცად თქვი და კიდე გავაგზავნებ და ვიტყვი იმას, რომ ჩვენ უნდა ვიქცეთ ყველა ადამიანი უნდა იქცეს ადამიანის იმედად.
აი მაგალითად არის აი გავრცელებულია ნერვოზი, აი ეს ფსიქოლოგიური პრობლემები გავრცელებული, რატო არ გავრცელებული, რაც თქვი წინარე, რაც ვისაუბრე, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს მორღვეულია ყველაფერი, ანუ ინსტიტუტი ყველაფერი მორღვეულია, ოჯახში ისე არ არის როგორც საჭიროა, ყველას უჭირს, შობერსაც უჭირს, შურსაც უჭირს და ვეღარ გაიგო ახლა ბავშვი რო იზრდება, რა უნდა გააკეთოს. მერე გაუცხოება ხო, გაუცხოებაც არის, მშობლათან ურთიერთობა არ არის, ბუნებასთან ურთიერთობა არ არის და ფსიქიკა ყალიბდება არაჯანსაღ მდგომარეობაში, იკვებება არაჯანსაღი ინფორმაციით, ტელეფონით იკვებება, იქ რაღაცა დაუშვათ სხვა გარემოშია, რაღაცა ისეთ გარემოებში, რაც შორს არის ზეგავლენას ახდენს. ხო, სულიერი საზრდოსგან ძალიან შორს არის. და როცა სულიერ საზრდოს არიღებს ადამიანი, თავისთავად მას ღმერთს ვეღარ ხედავს, ანუ მადლი მიილევა რა, ანუ მიეფარება თვალს ასე ვთქვათ. ადამიანის გულში, იმიტომ რომ ადამიანი აღარ აქცევს ყურადღებას, ანუ სხვა მხარეს იყურება. ღმერთი კი ელოდება და არის მასში, მაგრამ ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, სხვა მხარეს იყურება და ყურადღება სხვა მხარესაა გადატანილი. აქედან გამომდინარე, პრობლემა ეს არის, რომ იმედი და ნუგეში ხო ღმერთია, მაგრამ სანამ ადამიანი აქამდე მივა, მანამდე ადამიანს უნდა კონდეს სურვილი იმისა, რომ გააცნობიეროს საკუთარ თავში, რომ რაღაცა კარგად არ არის. ძალიან ძნელია გინდაც გარდა დასასრულში მყოფი ბავშვები, თინეიჯერებს, რასაც ეწოდება, რომ რაღაცა ფასეულები შესთავაზო, იმდენად ძლიერი არის გაუკუღმართებული წეს-ჩვეულებები, შემოტანილი გარედან, ბოროტისგან შემოტანილი წეს-ჩვეულებები, ესენი ახლა ყოველთვის არსებობდა ბოროტის წესები, მაგრამ იმდენად ყვირის და იმდენად აწყობთ, მოდი ესეც ვთქვათ, მამაო, რა აწყობთ. ანუ ის ვითარება, რაც შესთავაზა ბოროტმა დღეს მეათი თავისუფლება ასე შემდეგ, მათ აწყობთ. იმიტომ რომ თუ არ იქნება მათთვის სიტყვაზე ათეისტის ღმერთი, გონია რომ იმ ცოდვებს არავინ არ მოკითხავს და არის თავისუფალი. და ამ დროს აუცილებლად ცოდვა უკვე სულ რო ღმერთი არ სწამდეს და სხეულის რჯულის იქით ქმედება ადამიანს უკვე აზიანებს. ის აცნობიერებს თუ არ აცნობიერებს, სწამს თუ არა ღმერთი მას. იმიტომ რომ ბუნებითად რა რჯულიც არის, ახლა ადამიანს ახლა ცეცხლში ვერ გაივლი, ხო, დაიწვევით, ახლა რო ადგედა ცეცხლს დაადო ხელი, დაგეწვება, ხო? ანუ შენ ფიქრებ თუ არა, დამეწვება თუ არა, მაინც დაგეწვება ხელი, იმიტომ რომ სხეული ასეა მოწყობილი, ასე ამ წესჩვეულებაში არის მოქცეული, ამ ბუნებით წესში არის, მოდი ასე ვთქვათ, მოქცეული. ამიტომ თავისთავად აი ალბათ მე ვფიქრობ რომ ალბათ ინფორმაციაც გათვლილი აქვს მაპატი აი ბოროტსაც გათვლილი აქვს რომ რა შემოგთავაზოს რასაც ჩვენ შევჭამთ ის კამპანი ბოროტს მეცხვი არა აქვს ადამიანი დაღუპოს თავისთავად ხო და ნახეთ მამაო იმიტომ ამბობ რომ ის გვაწყობ ჩვენ ის რასაც გვთავაზო იმას გათვლილი აქვს როგორ ადამიანთან აქვს ურთიერთობა მიხვდით მამაო აი პრობლემა არის ეს რომ იმას შესწავლილი ყავს ჩვენაირ დაღუპა 10,000-ობით და მილიონობით ყავს დანაღუპი წარმოიდგინე და დღევანდელი ადამიანთან მამაო მადლით გამოცლილი ადამიანი სუსტი არის მამაო მიხვდით უმადლო დარჩენი წარმოიდგინეთ უმადური ყველაფრის მიმართ აგრესიული გაბოროტებული ეკლესიის მიმართ ყველას მიმართ და გამოდიხარ მე ისე რომ ბოროტს შენ თვითონ ხო იცით ბოროტს რა რაც უნდა და იმაზე კარგად რო ასრულებ მის გეგმებს ხო იცი ეგრე ვართა და სამწუხაროდ ჩვენ და ეს ის ბოროტი რო გთავაზობს ადამიანი კარგი მოსწავლია მაგაში და ასრულებს აბა ღმერთი რო სთავაზობს გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა იმიტომ რასაც ადამიანს ჩასძახებ იცი რას აკეთებს გარემოს მნიშვნელობა რატო აქვს რომ გარემოში შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ცუდი ბევრი ვარიანტი და ადამიანი ახლა ყოველთვის მიდრეკილია, ასე არ არის რომ ადამიანს ახლა მაინც და ცოდვა უნდა და მას ეს უყვარს, ეს ასე არ არის. ადამიანს უნდა რომ კარგად იყოს. ანუ შინაგანად ეს ბუნება რომ კარგად უნდა რომ იყოს რა. ხო, მაგრამ ცოდვისკენ არის. ხო, არა, უკვე სხვა რამეს ვამბობ, ცოდვისკენ მიდრეკილება სხვა რამეს ვამბობ. ადამიანი, როდესაც ხედავს რაღაცა ცუდებს, აი ხუთი ცუდია რაღაცა. ის ცდილობს რომ რაღაცა იქიდან უფრო კარგი ცუდი ამოერჩიოს, ანუ კარგი, ანუ უარესი კი არა, კარგი ამოერჩიოს. ამიტომ გარემოს მნიშვნელობა აქვს, რომ მან არის ის გემომადლის და თუ არის ის გემომადლის, ის სულ მდგომარეობაში დარჩება. შეიძლება მაგალითად თუ ამბობს, რომ აი მე რაღაცა ისეთ ნარკოტიკს არ მოვიხმარ, რომელიც მომკლავს, აი ამას მოვიხმარ, აი ცოტას, რომელიც აი თითქოს აი მარიხუანას მოვწევ და ხო რა მოხდა მე ხა დასაშვებია ხო და დაუშვათ ძიმე ნარკოტიკი არის. ხო არ არის და ხო ახლა, მაგრამ სინამდვილეში ხა ის უნდა
თუ არ უნდა თავის სხეულსა twins რას უშვება კაცი ეს უყელა ანუ ეს ერთ-ერთი მაგალითი არის თან მამო პრობლემა რა არის ის მაპატი ერთი უნდა ისა რა ქვია თქვა ამ მომენტში რომ აი ჩვენ ხო აი ცუდს თავაზობს და ამ ცუდიდან ყველაზე ცუდს კი არა კარგს და ცუდსაც ვერ არჩევს მამო ადამიანი ის კარგს და ცუდს რო არჩევს ადამიანი ის უკვე ზემოლეველი არის უკვე აი ამ ხუთში რომ თქვენ ცუდს თავაზობთ ეს 4 კარგი გონია მამო თუ ერთსაც ვერ ხვდება რომ ცუდია მიხვდით აი პრობლემა ეს არის ადამიანის პრობლემა ეს არის 64-დან არის ეგ პრობლემა როცა ადამიანმა შეჭამა იგემა აკრძალული ხილი ადამიანმა ვეღარ განასხვავა სად იყო კეთილი და ბოროტი ამიტომ თელი ჩვენი ცხოვრება თუ ასე ვიტყვით არის მუდმივად ცდელობა იმისი გაარჩიოს სად არის კეთილი და რა არის ბოროტი შეიძლება საერთოდ არ ვიდოდეს რაღაც სუდის გაკეთება ან ადამიანთან ურთიერთობის მისი წყენინება მაგრამ ჩემი დაცემული ბუნების გამო მე ვერ მივხვდე რომ რაღაცა შეიძლება სწორად ვაკეთებ თუ არა და აქედან გამოსული ადამიანს რაღაცა ისე ანუ ჩაგრავა ან დაუშვათ ვაწყენინი ან ცუდად ვიხუმრე შეიძლება ახლა ურთიერთობ ხო თან მამო რა შეჭის ისე ადამიანს რომ მარტო თავის თავს ითვალისწინებს და უკვე იქითკე რა ხდება არ აინტერესებს თვითონ ხო მართალია და აქ დრო შეიძლება მოწინააღმდეგეც ხო რა თქმა უნდა ეგოისტურ მდგომარეობას რაც შეეხება ეგოიზმი არის მეზ მდგომარეობა მე მინდას მდგომარეობა არის ანა არაკეთილშობილურად მე მინდა გამხდობით მე მინდა მოღვაწეო არა არამედ მე მინდა რომ კარგად ვიყო და ეს კარგად ყოფნა ადამიანს გონია მაგალითად რაღაცა კაი ჩასაცმელი კაი დასახური კარგი დასვენება წამოწოლა გინდათ რაღაცა იზოლაციაში ყოფნა მოსვენება ანუ ადამიანისგან შორს ყოფნა და აქედან გამომდინარე ეგოიზმიც ნაყოფი არის იმისა რომ ადამიანი კეთილს და ბოროტს ვერ არჩევს მე ფიქრობს რომ მე კარგად უნდა ვიყო და გაუკუღმართებულად ეგოისტურ მდგომარეობაში არის ანუ ამპარტავნული მდგომარეობა არის ამპარტავნული ანუ საკუთარ თავზე იქმნის რაღაცა წარმოდგენას ადამიანი და არასწორი მხარეს იყურება რომ მე მინდა მდგომარეობა საშიშია იმიტომ რომ იცით სად მივართ უსიყვარულ მდგომარეობას მივართ სიყვარული რა სიყვარული არის მეორე ადამიანისთვის თავის დადება სახელმწიფო მაქსიმალური სიყვარულის აქუსო ხო მეორე ადამიანში შრომა მეორე ადამიანის სიკეთის გაკეთება ნებისმიერ რამე სათნოება იგულისხმება რაც სიყვარულის სახელით არის გაკეთებული მეორე ადამიანისადმი სიყვარულში იგულისხმება და ეს არ არის როცა ეგოიზმი მაგალითად სამსახურში ადამიანები მუშაობენ ერთად ერთი მეორეს ჩაგრავს იმიტომ რომ ის მასზე წინ არ წავიდეს იმიტომ რომ იმას მე რაღაც პრივილეგიები აღარ ექნება და იმას კი არ ფიქრობს რომ მოდი იმასაც მივეხმარები და ეს მე მომეხმარო რომ ერთადერთს მივეხმარო განვითარდეთ იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი სივრცე რომელ სივრცეშიც ადამიანი უნდა განვითარდეს ამ სივრცეში შესვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კარგი გაგებით რამდენადაც ადამიანს უნდა მიცე ამ სივრცეში თავისუფალი ნება გინდაც რომ შეეშალოს ღმერთი რას აკეთებს დაუკვირდით ღმერთი ჩვენ გვენდობა შეცდომაშიც გვენდობა ნიშნულობა ის კი არა აქვს მთლად რომ რაღაც არ შეგვეშალოს ნიშნულობა აქვს იმას რომ ჩვენ ვისწავლოთ თუ ადამიანი ვერ ხვდება რომ პირდაპირ წაიკითხოს და მცნებით ისწავლოს და დაუკვირდეს და მორჩილი იყოს და ამ მორჩილებით ისწავლოს ეს სიყვარული და ავიდეს და ნაკლებად მტკივნეული იყოს მისთვის ადამიანი ირჩევს დაცემის გზას თუმცა დაცემული მდგომარეობიდანაც არსებობს ეს გამოსავალი რასაც განსაცდელი ეწოდება რომ ის რომ ადამიანი აქედან სწავლობს რომ მას ეტკინა და ეს ტკივილი რომ იყო ცუდი და მერე იაზრებს როგორ ჯობია რა ჯობია უნდა ავდგე თუ არ უნდა ავდგე იმიტომ რომ ამ თავისუფალ სივრცეში ადამიანი თვითონ წვიტავს სამყაროს ერთადერთი ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია აი სივრცის გარეთ ვინც ავართ ხო ყველა შენ შეიძლება მე შემი სივრცე ვარ ხო შენ შეიძლება უბრალოდ მოხვიდე და მითხრა ეგოიზმისგან შორს ეს არის მდგომარეობა რომ აბა მამაო რამე გჭირდება აბა მითხრა რამე შეხوار შეგეწიო აი მამაო მიყვარხარ ანუ იცით რა არის რომ ყურადღების მიქცევაც კი როცა ადამიანს შეიძლება გარდან არ ეტყობოდეს ადამიანს რომ უჭირს და თავის თავში იყოს თავის თავში რაღაცა პრობლემას ატარებდეს მაგრამ სოციალურ გარემოში ჩვეულებრივად იყოს და არ იმჩნევდეს ამ ყველაფერს აბა პირიქით ეგეთეგე არ მიჩნევ ხო ვერ ამბობენ ეგენი ხო შენმა შეთავაზება ანუ შეთავაზება მოხდება აი ბავშვთან მიმართებაში სამშობლებს ხშირად შეიძლება თქვენ რა ისი რომ ბავშვი უნდა ასე უნდა გააკეთო ასე უნდა გააკეთო ასე უნდა გააკეთო კი უნდა ვასწავლოთ რა თქმა უნდა უპირობოდ უნდა ვასწავლოთ მაგრამ უნდა ვასწავლოთ ბავშვს რომ მას აქვს თავისუფალი სივრცე და ამ თავისუფალ სივრცეში შენ გაქვს მონაწილეობა როგორც სტატუსით მშობელს ან დედმამიშვილს გარკვეულ ფარგლებში და გარკვეულ ზომებში და ჩვენ სინამდვილეში მშობლები უნდა ვეხმარებოდეთ კი რა ვეხმარებოდეთ და თუ არ უნდა ბავშვს მოხმარება ჯერ
ვერაფერს ვერ იცავ. ასე რომ თქვა. ამიტომ ეგეც ძალიან დიდი თემა არის. ხო და დახმარება ყველაზე მაგარი არის მაგალითით მომავალ და აი ჩვენ დავუწევთ პირადი მაგალითი ვისაც ეს არის მაგალითსაც ვამბობ. ვისაც არის ძალიან დიდი მადლობა მომავალ ესეთი ლამაზი საუბრისათვის. აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ ჩვენი საათი გამოიწურა დრო სამწუხარო ჩვენ და დიახ. აი ჩვენ ახლა ვიწევთ ასე. ხო არა და ეხლა აი რაღაცენაც ისა რომ ის ბურთი ავარდა რომელზეც აუცილებლად უნდა რაღაცენაც შემდეგ ისთვის იყოს. აუცილებლად მომავალ აუცილებლად დიდი მადლობა მომავალ აუცილებლად კიდე მოგიწევთ ესეთი საინტერესო საუბრისათვის სხვათა შორის მამაოს ყარშვილი რომელიც არის მოძღვარი აუცილებლად ძალიან მაგარი შვილი ყავს და შვილები ძალიან ბევრი და შვილი ყავს კიდე მოძღვარი რომელსაც მოვიკითხავ და აუცილებლად მოვიწევ. აი პირობას გაძლევთ მომავალ ჩემთვის დიდი პატივი იქნება. უღრმესი მადლობა რომ ხართ მომავალ ბედნიერებას გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ, ასთავარი და მადლობა რომ ესე რაღაცნაირად გვერდში გვიდგახართ ამდენ ხანს და ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ. ერთად უნდა ვიყოთ გიორგი. დიახ, მამაო მსახურობს მამაშალვასთან, კეკელიასთან, რომელიც ავიცი, მამაო აი სიკეთეზე რო საუბრობდა, მართლა მამაოს არენანება არავისთვის არაფერი და ბევრ ადამიანს ეხმარება მამაშალვა, იყოვის იმიტომ აი რომ გვერდში უდგები ხოლმე, როცა რაღაცა გასაჭირი აქვს ან რაღაც განსაცდელი თან მარხვაში რაღაც ეშმაკები დაიძრენ მაგის წინააღმდეგ, მაგრამ აუცილებლად ყველაფერს ღირსეულად გადაიტანს როგორც აქამდე გადაუტანია ეგეთი 1000 რა ვიცი და ბედნიერებას უსურებ რა თქმა უნდა აი ჩემთვის დიდი პატივია და სიხარული არის ჯერც მაყავდა არაჩვეულებრივი ზურა და ის ადამიანი დღემდე მახსოვს და სულ მემახსოვრება და მოკლედ გემშვიდობებით აუცილებლად კვირისთვის გავა ის გადაცემები და დედაპარასკევას მინდა რომ მიულოცო დაბადების დღე მამა გაბრიელის დედაპარასკევა ყველა მიცის აბსოლუტურად რომელიც მამა გაბრიელთან კელიაში მსახურობდა და დიახ თელი გულით გილოცავთ დედაო მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ბედნიერებას გისურვებთ დღეს ბორჯომ ბაკურიანის ეპარქიაშია და ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ მეუფე სერაფიმის ერთგული ადამიანი იყო ბოლოს და მადლობა ამისათვის დედაო დიდი მადლობა იმ ღვაწლისათვის ნამდვილ ადამიანს კიდე დახმარები ხართ კარგად ზანდებოდ მამა მიქაელ ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ აი ხარ გიორგი მადლობა ყველაფრისთვის პირიქით დიდი მადლობა მე გახდით გიორგი მე ვებარებოდეთ დაგლოცოთ დიდი მადლობა მომავალ და ყველა პატიმარს მოგიკითხავთ აქედან გულით ბედნიერებას გისურვებთ მადლობა დიდი